მადლობა ღმერთს იმ სიტყვისთვის, რაც მოისმინეთ აქამდე, რასაც დათო ამბობდა, საყურადღებოა და ვფიქრობ ჩვენ ეკლესიაში იმიტომ არ მოვდივართ, რომ ჩვენი ყურისთვის სასიამოვნო მოვისმინოთ. უკეთესი იქნება ღმერთის სიტყვა მოვისმინოთ, ღმერთის ნება მოვისმინოთ. შეიძლება ხშირად მწარეც კი, იმიტომ რომ როცა ღმერთი გვეხება და გველაპარაკება და მიგვითითებს, ეს არ არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა. ხშირად ეს ძნელიც შეიძლება იყოს და რთულიც, მაგრამ სულ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, მივიღოთ ღმერთის სიტყვა. ჩვენ კი არ მოვირგოთ ღმერთის სიტყვა, ჩვენ მოვერგოთ ღმერთის სიტყვას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ვცდილობთ, ჩვენ მივეჩვიეთ სხვებზე ლაპარაკს, ცდილობენ, მაგრამ ჩვენც იგივე ადამიანები ვართ. ჩვენ ცხოვრებაშიდაც არის ეს. და კარგი იქნება თუ ჩვენიდან ვილაპარაკებ და ვეცდებით მაგალითი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენ ხშირად ვცდილობთ, რომ რაღაც ნიღბები შევქმნათ ჩვენ ცხოვრებაში. სამოსელი შევქმნათ ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ილაპარაკებს ჩვენ სტატუსზე, ილაპარაკებს ჩვენს პოზიციაზე, ჩვენს მდგომარეობაზე საზოგადოებაში. მაგრამ წეღან ლოცვაშიც ვახსენე და კიდე ერთხელ ვეტყვი, ღმერთი ხედავს ყველა ნიღბის მიღმა. სხვათა შორის რატო საყვედურობდა იესო ქრისტე ფარისევლებს და ეუნეოდა ერთ სიტყვას 23 თავი მათეს სახარების 23 მუხლიდან იქ არის 7 მაგი ვაი ასეთ ქვესათაურით არის ახალ აღთქმებში მოცემული ეს ადგილი 7 ჯერ ეუნევა ქრისტე ვაის ფარისევლებს ეუნევა ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო და ერთ სიტყვას ამატებს თვალთ მაგცო ეს სიტყვა ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვავს ეკლესიაში დღეს ეს სიტყვა გადმოიცემა და ითარგმნება და ამ სიტყვას აქვს თავისი მნიშვნელობა, როგორც მატყუარა თვალთმაქცი. მაგრამ სინამდვილეში ამ სიტყვის მნიშვნელობა იმ დროს, როცა ამას ჩვენი მაცხოვარი და ჩვენი უფალი გამოიყენებდა და ამბობდა, სულაც არ იყოს მატყუარას, არ ნიშნავდა. თვალთმაქცი ნიშნავდა მსახიობს ანტიკურ თეატრში მოთამაშეს, რომელიც ნიღბით თამაშობდა. ანუ რაღაცა ნიღბით თამაშობდა, ნიღაბს მოირგებდა და ნიღბით თამაშობდა და ქრისტე ეუნევა ფარისევლებს, ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო. სხვათა შორის მოდი აქ გავჩერდები, რატომ არის მწიგნობრობა და ფარისევლობა ვაის ღირსი? სიტყვა მწიგნობარი ნიშნავს რჯულის მცოდნეს. ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობით. მწიგნობარი ნიშნავს რჯულის მცოდნეს, ხოლო ფარისეველი დღეს კი აქვს ამას ცუდი ნარატივი ამ სიტყვას და ფარისეველი ასევე მატყუარა, ანუ პიროვნება რომელიც ფარისევლობს, ფარისეველი არის. ამას ცუდი ნარატივი შეიძინა ამ სიტყვა, ხოლო მისი ნამდვილი მნიშვნელობა იმ დროში, როცა ეს სიტყვა გამოიყენებოდა, იყო მსახურებისთვის გამოყოფილი. ადამიანი, ვინც გამოყოფილია მსახურებისთვის, იმისთვის, რომ ფარისეველის წოდება მიგეღო, ადამიანი უნდა ყოფილიყო ღმერთის სიტყვის საუკეთესო მცოდნე. და მიძღვნილი მსახურებისთვის და ძალიან დიდი სკოლა უნდა გაევლო რომ ეს სიტყვა მიეღო მაგრამ ამ სიტყვებმა ამ ორივე სიტყვამ ვაი შეიძინა იმიტომ რომ მესამე სიტყვა რაც აქ არის გამოყენებული თვალთმაქცნო ეს ორივე თვალთმაქცობის მიზეზი გახდა ნიღბის მიზეზი გახდა თუ გახსოვთ იაიროსი რომელსაც შვილი უკვდებოდა და რატო ვერ მიდიოდა ქრისტემდე იცი? თავის პოზიციის გამო. განამანამდე არ იცოდა ქრისტეზე. როგორც გადმოცემა ამბობს და როგორც ახალი აღთქმა ძალიან ლაკონური წიგნია, როგორც ისტორიკოსები და გადმოცემა ამბობს, მისი შვილი იმ დღეს არ გამხდარა ავად. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობდა ეს ბავშვი. მან დიდი თანხები დახარჯა ექიმებში. ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა და საშუალება გამოიყენა, მაგრამ ვერ მიაღწია მიზანს. და შვილი ხელზე აკვდებოდა. მან იცოდა ქრისტეს შესახებ. ქრისტე ძალიან ცნობილი იყო იმ მხარეში, გახმაურებული იყო ძალიან მისი მსახურებები. ყველა ლაპარაკობდა რომ მან განკურნა, ყველა ლაპარაკობდა რომ მკვდარი აღადგინა, ყველა ლაპარაკობდა რომ ბრმას თვალი აუხილა, ყველა ლაპარაკობდა ამაზე და იაიროსი ვერ ბედავდა მასთან მისვლას. იცით რატო? სწორედ იმ ნიღბის გამო, რომელსაც ატარებდა.
სწორედ იმ პოზიციის გამო, რაც ეკავა. სწორედ ის სამოსელი უშლიდა ხელს, რომ მასთან მისულიყო, მისთვის მოესმინა და მისგან მიიღო. მეგობრებო, ხშირად ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ვირჩევთ რაღაც ნიღაბს. ვიწყებთ ცხოვრებას წმიდანივით, სულიერების ნიღაბს მოვირგებთ, რომელიც სინამდვილეს აუკუღმართებს. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ღმერთი ყველანაირი ნიღბის მიღმა ხედავს. ღმერთი ისეთებს კი არ გვიცნობს, როგორებად ჩვენ წარმოვადგენ ჩვენს თავს. ღმერთი გვიცნობს ისეთს, როგორებიც ვართ სინამდვილეში. ღმერთი არც ისეთს არ გვიცნობს, როგორც ვიღაცა მოგაკერებს იარლიყს. ვიღაცამ შეიძლება მოგაკეროს იარლიყი და დღეს მინდა მე ამაზე ვილაპარაკო. დღეს მინდა ამას ნაწილობრივ შევეხო. ადამიანები უყურებენ ერთმანეთს და იარლიყებს ვაკერებთ ხოლმე ერთმანეთს. რომ ეგეთია, ის ისეთია, მაგრამ ღმერთმა იცის ის როგორია და ღმერთმა იცის მე როგორი ვარ. მე არ ვარ ისეთი, შენ რო გგონი ვარ. არც შენ ხარ ისეთი, მე რომ მგონი ხარ. შენი მომავალი მე არ ვიცი და არც შენ იცი ჩემი მომავალი. შენი მომავალიც და ჩემი მომავალიც ღმერთმა იცის. დიდება უფალს. შარშან ჩვენ მქონდა კონფერენცია, როცა პასტორი ალექსეი ლიძიევი იყო ჩამოსული აქ. პირველი დღე სახარების წმინდის ეკლესიაში ვიყავით, თუ გახსოვთ, ეს 3 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით იყო ეს კონფერენციები და მან ჰქონდა ძალიან კარგი, ძალიან ისეთი თემა იყო ამ კონფერენციის, რომელიც აი მართლა სულში სულით გასაგები იყო და სულში მისაღები თემა იყო. მარადისობის ხმა და სუნთქვა, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ ფიზიკური თვალებით და ხშირად ვტყუდებით, იმიტომ რომ ფიზიკური თვალებით ვხედავთ. მაგრამ თუ დაინახავ მარადისობის პერსპექტივაში რაღაცეებს, სხვანაირი ხდება რაღაცეები. დღეს მე მინდა იმ თემის სათაურით, რაზედაც დღეს მინდა გესაუბროთ და რაც მინდა გაგიზიაროთ, ეს ზუსტად მარადისობის ხედვა არის. რომ მარადისობის თვალით შევძლოთ რაღაცეების დანახვა, მარადისობის პერსპექტივაში შევძლოთ რაღაცეების დანახვა. და მერწმუნეთ, ამას სულაც არ ჭირდება ნათელმხილველობა. ზოგს გონი ახლა ნათელმხილველი უნდა იყო, რომ რაღაცა ისეთი დაინახო, რასაც ხვები ვერ ხედავთ. თუ გამოიკვლევ წმინდა წერილს, რომელიც არის ღმერთის სიტყვა, ღმერთის სიტყვა ლაპარაკობს ზუსტად მარადისობაზე. არა იმაზე, რაც ფიზიკური თვალით ჩანს, არამედ იმაზე, რაც მარადისობით ჩანს და მარადისობის პერსპექტივაში ჩანს. და თუ შენს ხედვის წერტილს, სხვათა შორის არსებობს ესეთი მოწყობილობა, ბინოკლი. და ბინოკლს აქვს ესეთი რგოლი, რომელიც უნდა დაატრიალო, რომ მისი ფოკუსი გასწორდეს. ლინზები ისე დადგეს, რომ ფოკუსი გასწორდეს. ისა სხვათა შორის ამსახურებას კამერებით იღებენ და კამერებსაც აქვს ზუსტად ესეთი მოწყობილობა, რომ ლინზები ისე უნდა გასწორდეს, ფოკუსი უნდა გასწორდეს, რომ გამოსახულება არ იყოს დაბინდული, გაღვრილი, დაბლარული. არამედ ის იყოს მკაფიო. და ფოკუსი ისე უნდა გაასწორო, რომ ის დაინახო. თუ შენი ხედვის წერტილს ღმერთის სიტყვის საფუძველზე გაასწორებ და დაარეგულირებ, სურათი თადათამკაფიო გახდება. რაღაცეების დანახვას ვისწავლით და დავიწყებთ. სხვათა შორის რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის ეკლესიის პასტორს, ჩემს ხორციელ ძმას, ქონდა ერთი კარგი თემა ეკლესიაში, მე გითხარით ადრე რომ მოусმინეთ, მან ელაპარაკა სულიერ ჩვილობაზე. დღეს აქ ვაკურთხეთ ერთი კარგი კაცი, დიდი კაცი. დემეტრე. ხო დემეტრე ქვია, ხო არ მეშლება. მაგრამ ჯერ ის ჩვილია. იცი, დემეტრეს ვერ მიანდობ დღეს თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ჭამოს. ეს რომ მიანდო, დიდი ალბათობით თავს დაიზიანებს. ის საერთოდ ვერ არჩევს რა არის მისთვის სასარგებლო და რა ყველაფერს პირში იტენის. და ის რომ მიუშვა, შეიძლება ისეთი რაღაცა ჩაიდოს პირში, რამაც შეიძლება მოკლას ღმერთმა დაიფაროს. გასაგებია? ეს სულიერი ჩვილობის, ფიზიკური ჩვილობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. სულიერი ჩვილობა რაღა არის? ადამიანები საერთოდ ვერ არჩევენ
რა უნდა მიიღონ და რა არ უნდა მიიღონ. პირები აქვს დაღებული და ყლაპავენ რაღაცას, რაც მერე იწვევს ძალიან ცუდ რაღაცებს ჩვენ ცხოვრებაში. და რაც ცხოვრება არის მიზეზშედეგობრივი. ყველაფრის გამომწვევი რაღაც ხდება. თავისთავად არაფერი არ ხდება. სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს. ყველაფერი რაღაცამ გამოიწვია. ცეცხლი არ ჩდება ნაპერწკლის, შემთხვევით არ ჩდება ცეცხლი. არაფრისგან არ ჩდება ცეცხლი. რაღაცა ხდება ცეცხლის გამომწვევი მიზეზი და ცეცხლი წვავს მერე რაღაცებს. გასაგებია? ასევე თქვენ ცხოვრებაში ყველა ადამიანის ცხოვრებაში შემთხვევით არ ხდება არაფერი. შემთხვევით არ ღიზიანდება ადამიანი, შემთხვევით არ არის გაღიზიანებული. ეს გამოიწვია რაღაცამ. თუ გადაშლით ეფესელთა წერილს, ჩემთან ერთად გადაშალეთ ეფესელთა წერილი და წავიკითხოთ ღმერთის ხედვა ეკლესიაზე. როგორ ხედავს ღმერთი ეკლესიას? ისეც კი არა, როგორიც დღეს არის აქ. ადამიანები ხშირად არასრულყოფილები, რომლებსაც ეშლებათ, ვიღაცები ბუზღუნებენ, ვიღაცები წუწუნებენ, ვიღაცებს დიდობა უნდა, ვიღაცებს თანამდებობა უნდა, ვიღაცებს კიდევ სხვადასხვა რაღაცები, ვიღაცას არ მოსწონს, რომ შესაძირავზე ილაპარაკება ეკლესიაში, ვიღაცას არ მოსწონს, რომ რა ვიცი, მილიონერი ისე არ მიესალმნენ, დრო არ გამოუყვეს, დრო არ დაუთმეს. ვიღაცებს არ მოსწონს, რომ ეკლესია მას არ ეხმარება პირადად. და ასე შემდეგ. უამრავი მიზეზი არის დღეს. მაგრამ თუ გადაშლით ეფესელთა პირველ თავს, წაიკითხავთ მარადისობის ხედვას ღმერთის ეკლესიაზე. თუ როგორც ხედავს ღმერთი ეკლესიას. არა ისეც როგორც დღეს ბევრი ჩვენთაგანი ვხედავთ. ღმერთი ეკლესიას სხვაგვარად უყურებს. მინდა გადაშალოთ ეფესელების პირველი თავი და წავიკითხოთ მე-19 მუხლიდან. რა განუზომელია მისი ძლიერების სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება, რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში მკვდრეთით აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში. ყოველ უფროსობაზე, ძალაუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა ამ წუთის სოფელში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მის ფეხთა და ის დააყენა ყველაზე მაღლა ეკლესიის თავად, რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყველაფერშიო. დაუკვირდით, რას ლაპარაკობს ღმერთი ეკლესიაზე? რომელიც მისი სხეულია, ეკლესია ქრისტეს სხეულია. და თურმე ეს ეკლესია ყოფილა სისრულე აღმავსებლისა. ანუ ღმერთი თავის სისრულეს, ვინ არის აღმავსებელი? აღმავსებელი ღმერთია. ხოლო მისი სისრულე ეკლესია. ან ღმერთი თავის სისრულეს გამოავლენს და გამოხატავს სად? ღრუბლებში, ზეცაში. არა, ეს ტყუილია. ღმერთი თავის სისრულეს გამოავლენს და გამოხატავს თავის ეკლესიაში. როგორ? ამის გამო იცით, სხვათა შორის ეს ადგილებიც საბაბი გახდა ახალი ნიღბების შეკერვისა. ვიღაცის თვალთახედვით, აი აქ რო მუსიკალური ინსტრუმენტებია, ეს რა არის? არა, ეს არ არის ეკლესია. ეკლესია რაღაც და ახალი ნიღაბი. რაღაც ახალი რაღაც შექმნილი, ახალი სტანდარტი და ჩვენ აი ეს არის ეკლესია. აი ეს არ არის ეკლესია. მეგობრებო, ერთხელ ერთი ვიდეო ვნახე. აფრიკის ერთ-ერთ სოფელში არის შეკრებილი ეკლესია. სრული გაბედულებით ვამბობ ამ სიტყვას. მათ არ აქვთ მუსიკალური ინსტრუმენტები, არაფერი. ვინც მანქანა იცით, მანქანას აქვს ერთი ასეთი დიდი კბილანა აქვს. რუსულად მახავიკის კბილანას ეძახიან. ეს აქვთ ჩამოკიდული მავთულზე
და რაღაც რკინის ნაჭერი უჭირავს ერთ ხელში და ამაზე ურთხავ ტენ ხმას გამოსცემს და ცეკვავენ და ღმერთს ადიდებენ ნახევრად შიშვლები და ეგ შენობა არის თივით გადაფარებული და გარედან იმის მეშოკის ნაჭერი რო არის ხო იცი მაგები აქვს გარედან შემოკრული და სულ რაღაც 5-6 კაცი დგანან და გალობენ და ღმერთს ადიდებენ მე ვფიქრობ ეს ეკლესია თუმცა არა ისეთი როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია თუმცა არა ისეთი როგორც მისი დასასრული იქნება იმიტომ რომ დემეტრე ვინ ჩვენ ვაკურთხეთ წლების მერე აღარ იქნება ისეთი როგორც ახლა არის შეიცვლება გაიზრდება დავაშკაცდება აზრები გაუჩნდება წარმოდგენები გაუჩნდება ფიქრები გაუჩნდება ხედვები გაუჩნდება დამოკიდებულებები გაუჩნდება პოტენციალი გამოვლინდება რაღაცეების კეთება შეძლებს და შეიძლება გასაკვირიც იყოს როგორ გუში ხელში მეჭირა მეგობრებო კიდე ერთხელ ვამბობ როცა ეკლესიაზე ვფიქრობთ და როცა ეკლესიაზე ვლაპარაკობთ ნუ უყურებ მას შენი თვალებით სხვათა შორის თემა რომელიც ერთი წლის წინ იყო ეკლესიის კონფერენციის თემა მარადისობის სუნთქვა და ხმა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის გაგებას იმიტომ რომ ჩვენ თვალებით ვიყურებით ჩვენ თვალებით ვაფასებთ ჩვენ ამით ვაფასებთ რაღაცეებს ჩვენ დღევანდელობიდან ვხედავთ რაღაცეებს ღმერთი მარადისობის პერსპექტივიდან ხედავს გახსოვთ ერთი ბიბლიური პერსონაჟი დღევანდელობიდან საწნახელში რო ცეხვავდა ხორბალს გამოქვაბულში ეხლა ვინც ელემენტარულად სოფლის მეურნეობას იცნობთ ხო ხორბალს რა უნდა გამოქვაბულში ხორბალს ცეხვავენ ღია ადგილზე კალოს ეძახიან მზის მცხუნვარების ქვეშ ის კარგად უნდა გახმეს უნდა გაფიცხდეს და იქ უნდა გალეწო ხორბალი გამოქვაბულში რა უნდა ხორბალს და ეს კაცი იყო დამალული გამოქვაბულში და საწნახელში წურავენ ყურძენს ხორბალს რა უნდა საწნახელში ასეთი რამე გაგიგიათ მაგრამ იმდენად იყო შეშინებული და იმდღელად იყო დამფრთხალი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს შეშინებული რო არავის წაერთმია და ღვთის ანგელოზი მოვიდა და მის ბანზე დაჯდაო და ეუბნება მაგარო ვაშკაცო და ეს კაცი თავისი ფიზიკური თვალთახედვის პერსპექტივიდან ეუბნება რა მაგარო ვაშკაცო მე მგონი იქით დაიწყო ყურება ვის ელაპარაკებაო იმდენად წარმოუდგენელი იყო მის მიმართ ეს სიტყვები ნათქვამი მაგრამ ღმერთი არ ელაპარაკებოდა მას დღევანდელობის პერსპექტივიდან ღმერთი ელაპარაკებოდა მას მარადისობის ხედვიდან ეს ამბობს ვაგლახ ბატონო მე ვარ მაგარი ვაშკაცი შეგეშალა ჩვენ ხშირად ღმერთს უსწორებთ ღმერთო მე ამომირჩიე შეგეშალა იცი რამდენჯერ მიფიქრია ეს აც გარდაცვლილი ცნობილი ღვთის სიტყვის მასწავლებელი დერეკ პრინსი ამბობს მე ვიცი რომ ვარ რჩეული თუმცა არ ვიცი რატო მე ვიცი რომ ვარ რჩეული თუმცა მართლა არ ვიცი რატო მე ამას ვეთანხმები იცი რამდენჯერ მიფიქრია რომ შეგეშალა ღმერთო მე ის არა ვარ ვინც გონი ვარ მაგრამ ღმერთს არაფერი ეშლება ღმერთმა ყველაფერი იცის ვაგლახ ბატონო მე ხო ყველაზე მცირე ტომის ყველაზე პატარა ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან ძალიან შეშინებული სად არის მაგარი ვაშკაცი მე არ ვარ ეგ მაგრამ ღმერთი ეუბნება წადი და მაგ შენი ძალით რომელიც შენში არ არიცი რომელიც სინამდვილეში ღმერთს მოცემული აქვს იცი დემეტრეში ღმერთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თუმცა დემეტრემ საერთოდ არ იცის მაგის შესახებ დღეს სულიერი ჩვილობა არის საშიში მომენტი იმიტომ რომ ხშირად იცი ჩვილობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ჩვილი არ აღიარებს რო არის ჩვილი ჩვილს გონია რომ დიდია და პრეტენზია უჩნდება აი ჩვილობის ერთ-ერთი დამახასიათებელი
ნიშანი, ეს არის პრეტენზია. მას პრეტენზია აქვს, უნდა რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თვითონ უნდა. გასაგებია? ხო არ ვცნობთ ჩვენ თავს ხშირად. რამდენჯერ გვინდა რომ ისე იყოს, როგორც ჩვენ გვინდა. ისე განვითარდეს, ისეთი ფერი იყოს, როგორც მე მინდა. ისეთი სტილი იყოს, როგორც მე მინდა. ისეთი რაღაცეები იყოს. მეგობრებო, საჭიროა მე ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ და ნახეთ და იფიქრეთ ამაზე. მე ვფიქრობ დღეს სალაპარაკო საფიქრალ თემა გვექნება ეკლესიაში, რვაკიდან წავალთ ვიფიქროთ. ეფესელთა პირველი თავი მე-17-მე-18 მუხლები. რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნის და გამოცხადების სული. მის შესაძნობად და მე არის ძალიან მაგარი სიტყვები. და განათლოს თქვენი გონების თვალნიო. რათა იცოდეთ რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდანთათვის. დაუკვირდი, ღმერთი ამბობს, რომ საჭიროა გონების თვალის განათლება. ეს შემთხვევით არ ხდება. ეს შემთხვევითი მუხლი არ არის, მეგობრებო. წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთმა მოგცესო სიბრძნის და გამოცხადების სული. იცი, ჩვენ ბოლო დრო ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით გამოცხადებაზე. რომ ცოდნით კი არ უნდა ილაპარაკო. გამოცხადებით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოცხადება ქუჩაში ვერ გაიგებ გამოცხადებას. გამოცხადება გაზეთიდან არ მიიღება, გამოცხადება ბოდიში ამ ძალიან ცუდი გამოთქმისთვის აგურივი თავში არ დაგეცემა. რა უთხრა ჩვენმა მაცხოვარმა, ჩვენმა უფალმა პეტრეს, როცა მან უთხრა რომ შენ ახარ ძე ღვთისა, უზენაესისა. შენ ახარ ქრისტე. ნეტარ ხარ შენ სიმონ იოანესავ, ვინაიდან ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია. და რაღაცის გამოცხადება მიიღე და რაღაცის გამოცხადება თქვი, გამოხატე. ამიტომ ხდები პეტრე. ანუ კლდე. და გამოცხადება არის კლდე, რომელზედაც ვაშენებ ჩემს ეკლესიასო, დიდება უფალს. რომელი გამოცხადება? გამოცხადება ღმერთის შესახებ. შეიძლება იცოდე ღმერთზე ბევრი, მაგრამ არ კონდეს გამოცხადება ღვთის შესახებ. გასაგებია? როცა გამოცხადება, შენი თვალთა ხედვა იცვლება, შენი პრიზმა იცვლება, შენ სხვანაირი სათვალით ხედავ. გახსოვთ ერთ მომენტს გაგახსენებთ წმინდა წერილიდან, როცა მტერი შემოესია ისრაელს და ღვთისკაცი ელისეი მთაზე ამაღლებულზე ცხოვრობდნენ ისინი. და გეხაზმა დაინახა, რომ ყველა მხრიდან მტრები არიან მისმა მსახურმა. გახსოვთ ალბათ. და გამორბის მასთან დაეუბნება, ჩემო ბატონო, სასწრაფოდ გავიქცეთ, ალყაში ვართ, ყველა მხრიდან მტერია, სანამდე დროა გავიქცეთ. ელიამ შვიდად, წყნარად გამოვიდა, მიდი ერთ წყალი მოიტანე პირიდან ამბანი. რას ლაპარაკობ ჩემო ბატონო, ჩქარა გავიქცეთ, ყველა მხრიდან მტერია. და გახსოვთ ელისეი რო ლოცულობს, ღმერთო თვალი აუხილე გეხას. ღმერთო ის დაანახე, რასაც მე ვხედავ. თვალი აუხილე. და მომენტალურად რო გეხაზი ხედავს, რომ ირგვლივ მთები სულ ცეცხლოვანი ეტლებით არის სავსე და კვირილს რო დაიწყებ, ჩვენ მეტი ვყოფილვარ. იცი თითქოს აქ საკრალურ რაღაცაზეა ლაპარაკი. იცი სულაც არ არის საჭირო რაღაცა ნათელ მხილველობა, რომ რაღაცა დაინახო ფიზიკური თვალებით. არა, უმჯობესია ღმერთმა გაანათლოს თქვენი გონების თვალნი. რომ წმინდა წერილის პრიზმიდან დავინახოთ რაღაცა და მაინდა-მაინც არა ჩვენი ფიზიკური თვალებით. იმიტომ რომ ჩვენი ფიზიკური თვალები ხშირად გვატყუებენ. ჩვენი გრძნობები ხშირად გვატყუებენ. მაგრამ წმინდა წერილი არასდროს არ იტყუება. მეთანხმებით? იმიტომ რომ მეორე ტიმოთეს მესამე თავის მე-16 მუხლი. მთელი წერილი ღვთის სულიერია. მოდი გაიმეორეთ მთელი წერილი. რას ნიშნავს მთელი წერილი? ანუ იცი დღეს როგორი მიდგომა?
იცით რომ არსებობენ დღეს ადამიანები, რომლებსაც არ ჯერათ ასე. ეგრეთ წოდებული ლიბერალური თეოლოგიის წარმომადგენლებს ჯერათ რომ უზენაესი ავტორიტეტი ბიბლიაში მარტო ის სიტყვებია, რომელიც ქრისტემ თქვა. და პავლემ რო თქვა, ამას ეძახიან პერიფერიული ავტორიტეტის წერილებს. ანუ მეორე ხარისხოვანი ავტორიტეტის წერილები. ჩვენ გვჯერა მთელი წერილი, მთელი ნიშნავს მთელს. მთელი წერილი ღვთისმსულიერია და სასარგებლოა. შესაგონებლად, სანუგეშებლად, დასარიგებლად. დიდება უფალს. ამიტომ, როცა მარადისობის პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ, ნუ უყურებ დათოს ფიზიკური თვალთახედვიდან. შეხედე მას მარადისობის პერსპექტივით. დიდება უფალს. იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. სხვათა შორის ძალიან ერთი ცნობილი ფრაზა ისა რომელიც ხშირად გახმაურებულა ეკლესიაში და ხშირად უთქვამთ ეს და ეს თქვა ეკლესიის ერთ-ერთმა ცნობილმა მოღვაწემ იოანე ოქროპირმა თუმცა ამ გამონათქვამს ხშირად ნეტარ ავგუსტინესაც მიაწერენ მაგრამ იოანე ოქროპირის ნათქვამია ეს ყველაფერი მან თქვა ზეცაში თუ მივალთო სამი რამე გაგვაკვირვებს ძალიან სამი რამ გაგვაკვირვებს ძალიან. პირველი, იქ ნახავთ იმათ, ვისაც არ ელოდებოდით. ვინც გეგონა რომ ისინი იქ ვერ მოხვდებოდნენ. თქვენ იქ ნახავთ მათ. მეორე, იქ ვერ ნახავთ იმათ, ვინც გეგონა რომ იქ იქნებოდნენ. და ეს ძალიან გაგაკვირვებთ. და მესამე, გაგიკვირდება მე როგორ მოხვდი აქ. ყველაზე ძალიან, ყველაზე დიდი შოკი ეს იქნება თქვენთვის, რომ იფიქრებ მე როგორ მოვხდი აქ. მე როგორ გამხადა ღმერთმა აქ ყოფნის ღირსი. მეგობრებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხედო მოვლენებს. არა ფიზიკური თვალებით, არამედ მარადისობის პერსპექტივიდან. თუ გახსოვთ, მარკოს სახარების მე-9 თავში ქრისტემ წაიყვანა სამი სვეტი პეტრე, იოანე და იაკობი ღმერთმა აირჩია სვეტებად, საყრდენებად, რომ მათზე დიდი პასუხისმგებლობები უნდა დაყრდნობილიყო. და ეს სვეტები, ეს გამორჩეულები, ეს ის სვეტები, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობა უნდა იყოს თავის თავზე, წაიყვანა ქრისტემ ფერისცვალების მთაზე. აიყვანა ისინი და უთხრა, იფხიზლეთ ჩემთან ერთადო. და ქრისტე გარდაისახა, ფერი იცვალა. მისი სამოსელი ბრწყინვალე გახდა. ანუ ქრისტეს ფიზიკურობა მარადისობით იქნა შთანთქმული და ფიზიკურობაში მარადისობა გამოვლინდა. წამიერად. და ორი პიროვნება გაჩნდნენ მასთან. მე არ ვიცი როგორ იცნეს ისინი. იცი დღეს გვაქვს ძალიან ბევრი საშუალება, რომ ჩვენი გამოსახულება შევინახოთ, არის ფოტოგრაფია განვითარებული, ვიდეო განვითარებული და შევინახავ და შეიძლება ჩემმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ როგორ გამოვიყურებოდი მე, მაგრამ ძველ დროში და ძველ წლებში მსგავსი რაღაცეები არ იყო. მხატვრობაც კი არ იყო იმდენად განვითარებული, რომ პორტრეტები შეენახათ. როგორ იცნეს რომ მოსე და ელია იყო იქ ქრისტესთან? მე არ ვიცი პეტრემ როგორ მიხვდა პეტრე, საიდან მიხვდა პეტრე, საიდან გაიგო პეტრემ რომ ეს მოსე და ელია იყო. იცი ქრისტემ ფერი იცვალა და ამ სამ სვეტს ზინავს ამ დროს. და რაღაც ხმაურზე პეტრეს გაეღვიძა. და დაინახა რომ მოსე და ელია ქრისტეს ელაპარაკებიან. მე არ ვიცი, არ წერია რაზე ელაპარაკებოდნენ. მაგრამ დიდი ალბათობით და წმინდა წერილში არის ამის მითითება. ესაუბრებოდნენ თუ რა ელოდებოდა წინ. რისი გავლა მოუწევდათ. და გახსოვთ ერთ-ერთი სვეტის გამოვლინება. პეტრე ყვიროს, რა კარგია აქ ყოფნა? გავაკეთოთ სამი კარავი. ერთი შენ, ერთი მოსეს, ერთი ელიას. როგორც ყოველთვის ხშირად გვიტყვებს თავისთავად დაავიწყდა. რა გვინდა იმ დაქცეულ წუთის სოფელში?
საერთოდ აღარ დავბრუნდეთ იქ. ვიყოთ აქ. რა კარგია აქ ყოფნა, დიდება უფალს. მაგრამ ეს არ იყო იმიტომ, რომ იქ დარჩენილიყვენ ნირვანაში. ეს იყო იმიტომ, რომ ის რაც იქ დაინახეს, იმ პერსპექტივით ეცხოვრათ იქ წუთისოფელში. იმ ხედვით და იმ ხილვით უნდა ეცხოვრათ იქ, სადაც დაბრუნდებოდნენ. მეგობრებო, ღმერთის ეკლესია, მე წეღანაც ვამბობდი, რომელზედაც ჩვენ ხშირად სამწუხაროდ აგდებით ვლაპარაკობთ. ღმერთის ეკლესია ეს ქრისტეს სხეულია. ამას ამბობს მარადისობის ხედვა და პერსპექტივა. ნუ დაუჯერებ შენ თვალებს. იმიტომ რომ ხვალ ყველაფერს შეცვლის ღმერთი. ერთ დროს, როგორც ქრისტე მიცვალა ფერი, ეკლესიაც იცვლის ფერს. ერთ დროს მოხდება გარდასახვა. ეს მიწიერი ზეციერით შეიმოსება. სისუსტე ძალით შეიმოსება. ღმერთის შეცვლის ყველას და ყველაფერს. და მაშინ სამწუხაროდ ენაზე მომიწევს კვენა, თურმე რას ვერ ვხედავდი. თურმე რას მაფარებდა ეშმაკი თვალებზე და თურმე რამხელა საქმეები არ გავაკეთე მის გამო, რომ ვიღაცეების არასრულ ყოფილება თვალებში მეჭირებოდა. ვიღაცეების ცუდად ნათქვამი სიტყვა, ვიღაცის სისუსტე, ვიღაცის რაღაც. მეგობრებო, კიდე ერთხელ ვამბობ, ეკლესია, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მე ამას თქვენ არ გელაპარაკებით, მე ამას ეს მინდა ჩემ თავს ველაპარაკო. ეს ქრისტეს სხეულია. ქრისტეს სხეული. და თან წმინდა წერილი ამბობს, რომ ეს არის სისრულე აღმავსებლისა. ყველგან და ყველაფერშიო, დიდება უფალს. ანუ ღმერთი, აი სწორედ აქ, სწორედ თავის ეკლესიაში გამოუავლენს თავის სისრულეს. და ის აღმავსებელი გამოჩნდება ამ სისრულეში. დიდება უფალს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გავასწოროთ ჩვენი ფოკუსი. და საკითხებს ვუყუროთ არა ისე, როგორც ფიზიკური თვალებით ვხედავთ. საკითხები შევაფასოთ და აღვიქვათ ისე, როგორც ამას ზეცა გველაპარაკება. დიდება უფალს. კიდევ რამდენიმე მუხლი მინდა წაგიკითხოთ. კიდევ ერთხელ წავიკითხავ და გეტყვით, რომ სახში გამოიკვლიეთ ეფესელების პირველი თავის 17-18 მუხლები. და ეფესელების მესამე თავის 18-21 მუხლებში ასეთი რამ წერია. და შეძლოთ ყველა წმინდანთან ერთად ჩაწვდეთ. იცი რაღაცას უნდა ჩაწვდე. იცი რაღაცაზე რომ ფიქრობ და რაღაცას რომ მიხვდები და რაღაცას რომ ჩავწვდიო, მივხვდი, ამოვიცანი, გავიგე, რისი თქმა უნდა ჩემთვის. გასაგებია? და ჩაწვდეთო, რა არის სიგანე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული და ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით, ხოლო მას ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტისკეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, მას დიდება ეკლესიაში ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ. და წმინდა მოციქული პავლე გვეუბნება, რაღაცას უნდა ჩაწვდე, რაღაცას უნდა მიხვდე. რაში მჭირდება ჩავწვდება, რომ ვერ ვხედავ? მე ძალიან კარგად ვხედავ. მაგრამ თუ რო ჩაწვდე სინამდვილეში რასთან და ვისთან გაქვს საქმე, მაშინ ჩემი მოქმედებები სხვანაირი გახდება. ჩემი მიდგომები სხვანაირი გახდება. აც გარდაცვლილი ბერტ კლენდენენი ერთ-ერთ თავის გაკვეთილზე, მე ის ჩემი მასწავლებელი იყო და მადლობა ღმერთს ამისთვის, ამბობდა ასეთ რაღაცას. ამერიკაში 90%-ზე მეტს სწამს, რომ ქრისტე მეორედ დაბრუნდება. რომ ქრისტე აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა მათი საქმეები საერთოდ არ მიუთითებს ამაზე, რომ ეს სწამთო. და მე ვიცი, რომ მათ ეს არ სწამთ. ამაზე მხოლოდ ლაპარაკობენ. იმიტომ რომ მათ რო სწამდეთ, რომ ის დაბრუნდება, მათი საქმეები და მათი ცხოვრება სხვანაირი იქნება. სხვანაირი გახდება. ერთმა კაცმა დაწერა წიგნი, იცხოვრე ისე, რომ 7 საათი დაგრჩავა. იცი პირველად რო ეს გავიგე, პირველად რო ამაზე დავფიქრდი, აი ვინც აქ ზიხართ ახლა. თქვენ ყველას გაქვთ დაგეგმილი უახლოესი თვეები მაინც.
თქვენ იცით სად უნდა წახვიდეთ? მაგრამ წარმოიდგინე, დღეს რო ვიღაცამ გითხრას, რომ 7 საათი გადარჩა. 7 საათის მერე შენ მოგიწევს დედამიწის დატოვება. კონფერენციაზე იფიქრებდი? ქორწილში წასვლაზე იფიქრებდი? რა უნდა ჩავიცვა ქორწილშიო, მაგაზე იფიქრებდი? მე დარწმუნებული ვარ, მაგ საფიქრალი აღარც გაგახსენდებოდა. სხვა საფიქრალები გაგიჩნდებოდა. იმაზე იფიქრებდი, რომ შენ მოგიწევს ყოვლის მხედველისა და ყოვლის მცოდნის წინაშე დადგომა. არანაირი ნიღაბი არ დაგეხმარება იქ. ვერაფრით ვერ მოაჩვენებ თავს და ვერაფრით ვერ დამალავ შენს წარსულს. ან შენს საქმეებს. შეუძლებელია ამათი დამალვა. გასაგებია? ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენ სამოსელით მალავთ სიშიშვლეს. გამომეტყველებით მალავთ ჩვენს განცდებს. ძალიან ხშირად გვითქვამს ეს. მაგრამ იმ სამყაროში ასეთი რაღაცეები არ ხდება. იქ ყველაფერი ღიაა და აშკარა. იქ ყველაფერი ჩანს. და ღმერთმა იცის ყველაფერი, ღმერთმა იცის სანამდე იტყოდე, ღმერთმა მანამდე იცის. სანამდე აზრი მოგივიდოდა თავში, ღმერთმა მანამდე იცის. იმიტომ რომ ღმერთი ცხოვრობს დროის მიღმა. ჩვენთან არის აწმყო წარსული მომავალი. ღმერთთან ყველაფერი ეხლა არის. ღმერთმა იცის ჩვენი წარსულიც სრულყოფილად და ჩვენი მომავალიც. გასაგებია? სწორედ ეს არის მარადისობის პერსპექტივა, მიტუარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის მომენტი, რომელშიც ჯერ არ მივსულვართ, ხოლო მარადისობაში ეს უკვე ფაქტია. გასაგებია? ეს უკვე ფაქტია, ეს უკვე არსებულია. ჩვენ ხედავთ ეკლესიას, ეხლა ღმერთი ხედავს მას დასრულებულს. თუ გახსოვთ, ღმერთმა რატო არ გაუარა გვერდი ა ブラ ამს? როცა სოდომისა და გომორის გასანადგურებლად მიდიოდა. როგორ გაუარო ღმერთი ა ブラ ამს, ის ხო დიდი გახდებაო, ღმერთმა თქვა. დიდება უფალს. ა ブラ ამი ვისაც შვილი არ ყავდა, ღმერთი ხედავდა როგორც მრავალი ერის მამა. და დღეს ვინ არის ა ブラ ამი? მრავალი ერის მამა. და ა ブラ ამის თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ერი. ეს არის ქრისტე იესო. თუმცა ა ブラ ამის დღეებში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მეგობრებო, წარმოდგენა რო გვიჭირს დღეს რაღაცისა, სწორედ იმას მოიმოქმედებს ღმერთი თავის ერში და თავის ეკლესიაში. ამიტომ არ არსებობს დიდი ეკლესია და პატარა ეკლესია. არსებობს ღმერთის ეკლესია. და ადგილი, სადაც ჩვენ ვართ, ადგილი კი არა, უпроსწორად, ჩვენ რო აქ ვართ დღეს. სწორედ ეს არის ღვთის ეკლესია. ერთ-ერთი უჯრედი იმ გრანდიოზული ქრისტეს სხეულის. განსხვავებული. არასხვისი მსგავსი მაინდა-მაინც. ღმერთს არ აქვს შაბლონები. შეხედეთ ხეს, რო გახვალთ გარეთ. რამდენი ფოთოლი აქვს და არც ერთი არ არის ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ ყველა ერთ ხეზეა. შეხედეთ ჩვენ ორგანოებს, განსხვავებული ფუნქციები გვაქვს, მაგრამ ერთი სხეულია. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენ ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტე იესოში. მეგობრებო, რისი თქმა მინდა ამით? ჩვენი დრო ამოიწურა და უნდა დავასრულოთ. ამაზე ბევრი არის სალაპარაკო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ იცი ველაპარაკოთ საკუთარ თავს. დიდ პრივილეგიად ჩავთვალოთ, როცა პატივი მერგო ქრისტეს სხეულს ვემსახურო. დავიხარჯო, თუნდაც დავზარალდე იმის გულისთვის, რომ ქრისტეს სხეულს ვემსახურო. ჩვენ ხშირად არ მოგწონს მართლობის ფორმები, ჩვენ ხშირად არ მოგწონს სტრუქტურა, ჩვენ ხშირად არ მოგწონს რაღაცეები. მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ღმერთს არაფერი ეშლება. ერთხელ ერთ პიროვნებას უთხარი. შენ თუ ხედავ, რომ ეს იმას შეეშალა, ღმერთს არ შეშლია, როცა მას საჭე ჩააბარა. იცი, თვითფრინავის პილოტები მე საერთოდ არ ვიცნობ, ბევრჯერ მიწევს ხოლმე ფრენა. საერთოდ არ ვიცნობ ვინზის შტურვალთან. როგორი პიროვნებაა? ბრაზიანია თუ ლმობიერი? უხეში თუ რბილი თუ როგორი? საერთოდ არ ვიცი. მე ერთი რაღაცა ვიცი, ის ვინც ის აირჩიან ფრინავად,
მას რომ მიანდო შტურვალი თქვენ როგორ ჯდებით ხოლმე ავტობუსში ჯერადი ხარ და ნეტა მძღოლი როგორია იყვნენ ადამიანები ამას მიტო არ ვლაპარაკობ რომ დღეს მე პასტორის პოზიციამ მაქვს მერწმუნეთ ეს ტვირთიც არის და პრივილეგია მიტო რომ ღმერთის ეკლესიაში ვარ და პასუხისმგებლობაა თუმცა აქ პრივილეგიაზე მეტი ეს პასუხისმგებლობაა ცოცხალი ღვთის წინაშე და მეტი არაფერი და ამას ამ პოზიციას სულ არ ვიქნები სულ პასტორი არ ყოფილი ვარ არ სულ პასტორი ვიქნები მოვა დრო და პენსიაზე მომიწევს გასვლა სხვა თუ არაფერი ასაკი და ბევრი სხვა რა ხო კიდე ერთხელ ვამბობ ამას მიტო არ ვლაპარაკობ რომ პასტორი ვარ მაგრამ იყვნენ ადამიანები ვისაც არ მოწონდათ მოსეს გადაწყვეტილებები ლოგიკურიც კი სხვათა შორის იმსჯელეს ლოგიკურად დაადგინეს რომ მოსე იქცევა არასწორად ვინ არის ეგ ვინ გაგვიბატონდა არასწორად იქცევა არასწორად აკეთებს ამას არ ყოფნის კომპეტენცია განათლება არ აქვს იმდენი და ასე შემდეგ იცით რომ ერთ-ერთ ცნობილ ღვთისმსახურს სმით ვიგლსვორთს ბევრი ასამართლებდა იმის გამო რომ ბიბლიის გარდა არ კითხულობდა არაფერს არ კი არა ვერ კითხულობდა კითხვა მაშინ ისწავლა როცა გადაწყვიტა ბიბლია წაეკითხა და მის ცხოვრებაში ამის გარდა სხვა არაფერი არ ყოფილა გაზეთი რო გაზეთი იყო თუ თურმე მასთან მიხვიდოდი გაზეთი გეტყო და მაგნაგავი გარეთ დატოვე და ისე შემოდიო და ბევრი ასამართლებდა ამის გამო რადიკალია ეგ მე არ ვიცი ღმერთს არაფერი ეშლება ეს ვიცი ღმერთს არაფერი ეშლება და თუ შენ ვიღაცის ნაკეთები არ მოგწონს შენ უნდა შეძლო უკეთესად კეთება ის კი არ უნდა დაწყევლო და დაამცირო უკეთესი გააკეთე და გამოჩნდება რომ თურმე მართალი ყოფილხარ გასაგებია სხვათა შორის მეგობრებო ერთ რამეზე მინდა გაგაფრთხილოთ ძალიან ამ ბოლო დროს განსაკუთრებით რამდენადაც ბიბლია წავიკითხეთ ენებიც მიუშვით და ხშირად ისეთ რაღაცეებს ვასამართლებ და ვწყევლით რასთანაც ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს შენ სრულყოფილად ცემ ღმერთს თაყვანს ისე როგორც ღმერთი გეუბნება აბა რაღაც ხვის შეცდომას და სიშიშულეს ხედავ მე არ მჯერა რომ ხაც თაყვანი უნდა ვცედ ეს აუცილებელია მაგრამ არც ვიღაცას ვამცირებ და ვასამართლებ და ღმერთი იყოს გამჟელი დიდება უფალს მე მჯერა ეკლესია ის არ არის ჩვენ რო ვხედავთ ეკლესიას ღმერთი ხედავს თავის თვალებით ეკლესიაში ღმერთის სული იძვრის და ჩვენ როცა მივალთ იქ თუ მივალთ აი სწორედ იქ იქნება მართლა გასაკვირი ისეთი რაღაცეები რომ მე რო არ მეგონა ჩემი სტანდარტებით ის იქ იქნებოდა სწორედ ის შეიძლება ვნახოთ იქ კიდე ერთი მუხლი უნდა წაგიკითხოთ ახლა ეს არის იუდას წინასწარმეტყველება თუ გადაშლი და ამით ვამთავრებთ იუდას წინასწარმეტყველება იუდას წერილი წინასწარმეტყველება მეთქი სულ ერთი თავია მე-9 მუხლიდან როცა მიქაელ მთავარანგელოზი ეკამათებოდა ეშმაკს დაუკვირდით იუდას წიგნი ეს არის უნიკალური წიგნი იმიტომ რომ ისეთ ადგილებს იყენებს იუდა რომელიც დღეს აპოკრიფული წიგნები არაკანონიკური წიგნები მაგალითად იუდა ამბობს ადამის შემდეგ მეშვიდემ ენოქმა იწინასწარმეტყველებმა საიდან მოიტანა ეს ასეთი წერილი არ არსებობს ენოქის წიგნი არსებობს მაგრამ ეს არაკანონიკური წიგნია ეს არ არის ბიბლიის ნაწილი იუდა იყენებს ამას და ახმოვანებს ასევე სხვაგან ვერსად ვერ წაიკითხავთ იმას რასაც ამბობს იუდა მე-9 მუხლი როცა მიქაელ მთავარანგელოზი ეკამათებოდა ეშმაკს და ედავებოდა მოსეს სხეულის გამო ესეც აპოკრიფული იმიდან არის აღებული ვერ გაბედა გმობის მსჯავრის წარმოთქვაო არამედ თქვა შეგრისხოს უფალმა და მე ნახეთ მე-10 მუხლი ესენი კი გმობენ იმას რაც არ იციან ხოლო რაც ბუნებრივად იციან როგორც უგუნურმა პირუტყვება იმით იხსნებიანო მე არ მინდა რაღაც რადიკალიზმში წავიდე მაგრამ სანამ ბაგეს დავძრავ მინდა ვიცოდე რასთან მაქვს შეხება და ვისთან მაქვს შეხება
მიქაელ მთავარანგელოზმა ვერ გაბედა თავისი მსჯაური ეთქვა ეშმაკისთვის. ეს ღვთისმსულიერი წერილია. თუ იუდას წერილი მოხვდა ბიბლიაში, ეს ღვთისმსულიერი წერილია. ამენ. თუ მიქაელ მთავარანგელოზმა ვერ გაბედა ეშმაკი შეერისხა თვითონ. ან თავისი განცდები და აზრები ეთქვა მისთვის. მე როგორ გავასამართლებ ვიღაცებს? როგორ გავხვდები ყველას და ყველაფრის მოსამართლე? არის უმჯობესი ხუ არ არის სიტყვა? არ ვიცი. რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა. პაჟივიო მოვიძიმ. ვიცხოვრებ და ვნახავთ. დიდება უფალს. მეგობრებო, მე მინდა განსაკუთრებით დღეს ვილაპარაკე, დრო ცოტა იყო, მაგრამ ვილაპარაკე ღმერთის ეკლესიაზე. მოდი შეხედეთ ღმერთის ეკლესიას, უამრავი ადგილებია, კოლასელთა წერილის პირველი თავი. კარგად წაიკითხეთ. სახში როცა მიხვალთ და იქაც ნახავთ ღმერთი რას ლაპარაკობს ეკლესიაზე. წაიკითხეთ გამოცხადების წიგნი. მე-19 თავი. მისმა საპატარძლომ თავი გაიმზადაო და ვინ არის ეს საპატარძლო? ან რომელი ეკლესია ეს 50-იანლებია, ბაპტისტებია, კათოლიციზმია, პროტესტანტია, თუ რომელი? მისი საპატარძლო დენომინაციებისგან არ შედგება. მისი საპატარძლო ღმერთი ამოარჩევს ამას. მე მინდა რომ იმ რიცხვში ვიყო. მე მიტოვ ამბობ. მე არა ვარ პროტესტანტი. ზოგს გონია რაღაცას ვაპროტესტებ და მიტოვ ვარ პროტესტანტი. მე ვარ პროტესტანტი. ჩემი აღსარებლობით, იმიტომ რომ მე ვაცხადებ ჩემ რწმენას საჯაროდ. მეორე, მე კათოლიკე ვარ, იმიტომ რომ ჩემი რწმენა საყოველთაოა. მე მართლმადიდებელი ვარ, ორთოდოქსი ვარ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მართალს ვადიდებ და მეორე, მე სწორი მოძღვრებაზე ვცდილობ რომ ვიცხოვრო, სწორი მოძღვრების თანახმად. ორთოდოქსია ნიშნავს მართლად, სწორად განდიდებას. დიდება უფალს. მე 50-იანელი ვარ. იმიტომ რომ ღმერთმა მომცა სულიწმინდის ნიჭი და მოვინათლეს სულიწმინდით. მე ბაპტისტი ვარ, იმიტომ რომ წყალში მოვინათლე. მე ხსნის არმიის წარმომადგენელიც ვარ. იმიტომ რომ ღმერთის ეკლესია ეს ხსნის არმია. კიდე რა ვთქვა, მილიონი სახელი შემიძლია ვთქვა, არცეთს არ ვეკუთვნი. ერთი რაღაცა მინდა რომ ოცნება მქონდეს. მე მინდა ვიყო ქრისტეს მოწაფე. მე მინდა ვიყო მოწაფე. დაწაფებული და მას მივყვე, მას ჩავეჭიდო, მისით ვიცხოვრო. მოდი გავასწოროთ ჩვენი ფოკუსი მარადისობაზე და არა ჩვენს წარმოსახვებზე. ნახე როგორ აცვიათ, ნახე როგორ არიან ეს ამ წითელ როიალთან და რას ლაპარაკობს წითელი ფერი, რისი თქმა გინდათ ამით? და ასე შემდეგ. მაგრამ მე მჯერა თუ ცოცხალ ეკლესიას დავინახავთ აქ, სადღაც კი არა, სადაც არ არსებობს. ცოცხალი ეკლესია აქ უნდა დავინახოთ. ცოცხალი ეკლესია ეს ღმერთის ეკლესია. და ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ეკლესია თავისი მიზნებისკენ წავიდეს. და მე მჯერა ღმერთი გვაკურთხებს და ღმერთი აკურთხებს ჩვენს მომავალს.